საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მთელი ქართული ოპოზიცია შეიკრიბება და იტყვის: აბა, ავდგეთ ახლა ხალხო და ჩვენს რიგებში მთავრობასთან ყველაზე დაახლოებული და კონსტრუქციული ოპოზიციონერი დავასახელოთ. უცებ წამოხდება გია თორთლაძე და ამბობს: ზატო მე საბჭოთა მონუმენტების მოჭრას და გატანას ვითხოვო. ხოდა ობამა, სარკოზი და ჩემი მაღალი თავიანთი საპარლამენტო უმრავლესობებით მიფრინავენ თვითფრინავით. ობამა დაავლებს ტელევიზორს ხელს და თვითფრინავიდან გადააგდებს. ესო რატომ ქენიო ეკითხებიან და ობამა პასუხობს: იცით, ეგეთი რამდენი გვაქვს ამერიკაში. მერე სარკოზი გადმოაგდებს კომპიუტერს. გადააგდებს და იტყვის: უფ, კაცო, რა იყოს ეგ ასეთები, იცით რამდენი გვაქვს საფრანგეთში. მერე ჩემი მაღალი დაავლებს ხელს ვახტანგ ბალავაძეს და რატის სამყურაშვიც და გადმოყრის თვითფრინავი. ხოდა ასე იტყვის: იცით, ესეთები რამდენი დადიან ჩვენს პარლამენტშიო? საღამო მშვიდობისა, თქვენს ტელეყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ქრისტეს ხორცი 10 თეთრით კიდევ გაძვირდა. პური, რომელიც გუშინ 60 თეთრად იყიდა, დღეს უკვე მომხმარებელთა უმრავლესობას 10 თეთრით გაძვირებული დახვდა. ფასის მატება, როგორც მაღაზიების გამყიდველები ამბობენ, გასული პარასკევიდან დაიწყო. ზოგიერთი სახეობის პურზე ფასმა მხოლოდ 5 თეთრით მოიმატა, ზოგზე 10 თეთრით. მაღაზიების ნაწილში, სადაც დღეს ჩვენ პურის ფასით დავინტერესდით, განგვიმარტეს, რომ მათთან პური ჯერ არ გაძვირებულა, თუმცა დისტრიბუტორებისგან გაფრთხილებული არიან, რომ რამდენიმე დღეში ფასი ყველა სახეობის პურზე მოიმატებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები, რომელსაც პური ქვია, წონაში იკლებს და მასზე ფასი იზრდება. მე მაინტერესებს, ჩვენმა მთავრობამ თუ იცის ამ ყველაფერს რა მოხდება. რა და მისი უდიდებულესობა სამოქალაქო ბუნტი. ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ, რადგან ხალხს დასაკარგი აღარაფერი დაუტოვეთ, თქვენ ოხრეებო. ხოლო მშიერ ქართველს, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი აქვს, წინ ვეღარაფერი აღუდგება. გეჭმიათ ჩვენთვის ცოტაოდენი ფეტვი და კატო. განამეტი რა გვინდოდა? ხომ იმეფებდით უკუნითით უკუნისამდე, მაგრამ არა, საქართველოს პრეზიდენტი არც თვითონ სჭამს და არც სხვა საჭმევსო. გახსოვთ ალბათ ადრე ჩვენ სტუდიაში გსტუმრობდა გაძვირებული პური. მინდა დღესაც მოვიწვიო უფრო გაძვირებული პური და გავესაუბრო თუ რატომ იფასებს ასე თავს. მოგესალმები კიდევ გაძვირებულო პურო. მოგესალმები ვასიკო, მივესალმები ტელემაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მე მოვწონვარ. ჩვენი ინფორმაციით თქვენ პრობლემები შეგექმნათ მსოფლიოში სხვადასხვა კლიმატური პირობების და სტიქიების გამო, რასაც მოხდა თქვენი წონაში კლება და ფასის ზრდა. თქვენ ადასტურებთ ამ ინფორმაციას? არა, რა თქმა უნდა, ეს სახელისუფლებო არხების ბინძური პიარ კამპანიაა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ხელოვნურად მიქმნიან ისეთ იმიჯს, რომ მე ძვირი ვიყო. არის ჩვენი ხელისუფლების ასეთი ამერიკელი მრჩეველი მორგან მონოპოლი, რომლის რჩევების შედეგია ჩემი დღევანდელი მდგომარეობა. კი, მაგრამ შენ ხომ კარგად იცი, რომ თუ ხალხმა შენთან სიახლოვე გაწყვიტა, ამას დიდი არეულობა მოყვება. ხალხი ვერ შეეგუება უშენობას. ასე შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შენთან კონტაქტი არ დავკარგოთ? ვასიკო, მე ყველაფერი კარგად მაქვს გაცნობიერებული. არსებობს ორი გამოსავალი. ერთი, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვ ევროპაში და მეორე, ხალხს მოუწოდო ჩემს დასაცავად გამოვიდნენ ქუჩაში და მკაცრად მოსთხოვო ხელისუფლებას შეწყვიტოს ჩემი დისკრედიტაცია. ოღონდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ხალხი უნდა იყოს манифестაციის ინიციატორი. რადგან თუ რომელიმე ოპოზიციონერი ჩაუდგება პროტესტ სათავეში, დიდი შანსია მან მანიპულირება მოახდინოს ჩემით და ხალხი უკან გააბრუნოს. კარგი, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. დაველოდოთ მოვლენებს, რა მოხდება, მოუწევს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის ძიება პურს. როგორც პური ამბობს, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ხოლო პური რჩება. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ, რომ სტუდიაში ყავდა ბატონი პური კიდევ გაძვირდაშვილი. მე მინდა პურს სოლიდარობა გამოუცხადო და თქვენც მოგმართოთ ხალხო. თუ თქვენ არ ამოიღებთ ხმას, იცოდეთ, რომ თქვენი კუჭები ვერ ამოიღებენ ხმას. მათ მხოლოდ თქვენი შეწუხება შეუძლიათ. აი თქვენ კიდევ კომპეტენტური პირების შეწუხება და კუჭის გაჩუმება შეგიძლიათ. ბარაკ ობამამ როგორც იქნა დაანება მოწევას თავი.
ბარაკ ობამამ მოწევას თავის საბოლოოდ დაანება. მას უკვე წელიწადზე მეტია არც ერთი ღერი სიგარეტი აღარ მოუწევია. განაცხადა მიშელ ობამამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ქვეყნის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას დიდი ხანი სურდა მავნე ჩვევისთვის თავის დანებება, თუმცა ის მხოლოდ ახლა მოახერხა. მე ვამაყობ ჩემი ქვით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს მიშელ ობამა. ამ საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურე რა ერთი რა უხარია ვერ გამიგია. იმას კი ვერ ხვდება რომ ეს ამბავი ძალზედ მძიმე დარტყმას მიაყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იმიტომ რომ მარტო მწეվել, ესე იგი ობამას თუ შეხვდებოდა სადმე ეს ჩვენი მაღალი. მოგეხსენებათ ეს მაღალი საერთოდ არ ეწევა, მაგრამ რა ეკნა ხა რომ ვიცოდა რომ ობამა ასე თუ ისე მაინც მწევლად მიიჩნეოდა, ჩადიდოდა თუ არა ვაშინგტონში, ან სადმე საერთაშორისო ფორუმზე, მაშინვე ერთ-ერთ ფილტრიანს და ფოტოგრაფს ამოიჩნდა ხოლმე იღლიაში და ესე იგი კონგრესის კურილკაში ელოდა ხოლმე ობამას. სხვათა შორის სულ ბოლო შეხვედრაც ასეთი გაჭირვების შედეგად მოახერხა. მიშელ ობამას კი ეგონა რომ მის ქმარს ერთი წელი არც ერთი ღერი არ მოუწევია. მაგრამ მე კულუარულად ვიცი რომ ობამა ერთხელ დაუსხდა თავის მეუღლეს და თეთრი სახლის კურილკისკენ გაიბარა. სწორედ მაშინ იხელთა მაღალმა ძრო და ობამას პირისპირ შეხვდა. თურმე მაღალს როგორმე უფრო ხანგრძლივი შეხვედრა რომ გამოსულოდა, პაპიროს მომარჯვებული ობამასთვის უთხოვია, ბარაკ ძმურად დამიტოვეო რა. სწორედ ამით იყო თურმე იმ შეხვედრის ძალზედ უცნაური ფორმატით გამართვა განპირობებული. ეჰე კი არა, მე იმ 2-5 მალბოროზეც ვდარდობ, მაკეინის წარუმატებლობაში საბოლოო დარწმუნებულმა მაღალმა ობამას საარჩევნო შტაბში რომ შეაგზავნა. მაგათი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ხო. იტყუები თუ არა შენ? სწორედ ამ კითხვით მიმართა ია ფარულავამ ქრონიკის ცნობილ წამყვან თამთა სანიკიძეს. მაინტერესებს თამთა ამბობ თუ არა ტყუილებს. ვცდილობ რომ არ ვთქვა, იმიტომ რომ არ მიყვარს ტყუილის ხმა. იცით რა არის? ამ თემის განხილვა მხოლოდ თამთა სანიკიძის შემოქმედებაში, ჩემი აზრით, არაფრის მომცემი. მოდით განვიხილოთ ტყუილი ზოგადად ქართულ მედია სივრცეში და თუ ესე იგი უფლებას დამთავრდეთ, კერძოდ იმედის მაგალითზე. მე პირადად ამ არხის ნათქვამი ტყუილი არ მახსენდება. არა, მუდამ სიმართლეს გაღადებენ. რა? არ გჯერათ? გონიათ რომ იმედის სიუჟეტები რუსეთის დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება? ნუ რას უკაცრავად. იმედი ამ ინფორმაციას სააგენტო ჩემი მაღალისგან იღებს და ის სააგენტოა, რომელიც როიტერის შემდეგ პირველია სიმართლის გავრცელების ხარისხი. რა არის ახლა ის ტყუილია რომ მოსახლეობის 65% ერთნაირად აზროვნებს. არაფერიც, სწორედ ეგ არის ყველა დროის ყველაზე დიდი სიმართლე. რა თქმა უნდა, ტელეკომპანია იმედი ამ ინფორმაციასაც სააგენტო ჩემი მაღალისგან იღებს და ამიტომ მე არ მგონია რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყოს. თუმცა ჩემს რჩევასაც თუ გაითვალისწინებს იმედი, კარგი იქნება. ეხლა თლად ასე ბრმათაც ნუ ენდობით მაგ სააგენტოს. ხანდახან ინფორმაცია სხვა წყაროებითაც გადაამოწმეთ კაიდერმა მიშვილებო. იქნებოდა უკვე დაიშალა რუსეთი და სააგენტო ჩემი მაღალი გატყუებთ, ჯერ კიდევ იშლებაო. ჟურნალისტიც არის და ჟურნალისტისო ნათქვამია, მაგრამ ის განსაკუთრებული ჟურნალისტები თუ ტელეწამყვანები, რომელნიც ესოდენი იღწვიან ჩვენამდე ახალი ამბების ობიექტურად მოტანისთვის, აუცილებლად აღსანიშნავი და წასახალისებელნი არიან. ზუსტად ასე ფიქრობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია და შემდეგნაირი ზომებიც მიიღო. ოქროს ფრთის დაჯილდოების ცერემონიალი ქორთიართ მერიოდში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა უწელს უკვე მე-11-ად მედია სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები გამოავლინა. ეს სანუკვარი ოქროს ფრთა. მე რატომ არ გადმომცეს იგი? ის რომ ჩემი ჩაძირული ოცნება. მაგრამ მე ოქროს ფრთას და მსგავს ლამაზ რაღაცებს ვინ მაღიებსებს? თან ესენით სულ ისეთ ჯილდოებს აწესებენ, რომელიც მეც ვიცი რომ არ მეკუთვნის. აბა ერთი ოქროს ძაღლის ყბით დაჯილდოების ცერემონიალი გამართონ და ვნახოთ მე იქ ვინ მაჯობებს. მე ხომ ოქროს ძაღლის ყბის კავალერობის ერთპიროვნული ლიდერი კანდიდატი ვარ. მე ხომ დღე დაღამე განუწყვეტლივ ვყევ და მოსვენებას არ გაძლევ. ყველაფერს პირდაპირ ვამბობ და არაფერს ვალამაზებ. ანუ მე ხომ ყველაზე პირდაპირი და არაესთეტური ვარ. გულებს გიხეთქავთ და ნამდვილი წრემლი ერთხელაც კი არ წამოსვლია ეთერში. აბა მე ოქროს ფრთას ვინ მომაშავებს? ჩემი ჯილდო მხოლოდ და მხოლოდ ოქროს ზაღლის ყბაა და თუ არ დავაყენებ, მგონი ძალიან მალე ოქროს ხელკეტითაც დამაჯილდოებენ, მაგრამ რა ვქნა? ამ ხელკეტსაც რომ ვერ ვაყენებ? მუდმივად თითქოს თავს გაჭირვებული ქართველი ხალხი მაგას מחვილით და არ დააყენო, ვასიკო, არ დააყენოო მეუბნება. მე თქვენ გეკითხებით, ახლა მე რა ვქნა? ჩემი ხალხის გულის მოსაფხანად არ დავაყენო, თუ ოქროს პეროს მისაღებად დავაყენო ეს ჩემი ტაკო. საკითხავიც აი ეს არის. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში.
გაჭირვებული ქვეყნის პრეზიდენტი ხართ? გრანტებიც აღარ მოდის და უკვე გიჭირთ თქვენი ესოდენ გაზრდილი მოთხოვნების და მათის დაკმაყოფილება? მაშინ დამატებითი ფინანსების მოსაძებნად მიმართეთ უკვე კარგად ნაცად და აპრობირებულ ხერხს. ანუ გაუძურეთ თქვენს მოქალაქეებს პური 10 თეთრით. პური მიშას არსობისა. შეგიპყროთ ფრენის სურვილა, მაგრამ ფრთები არ გაქვთ? რა პრობლემაა? მობრძანდით რომელიმე ცენტრალურ ტელევიზიაში, დაიწყეთ მუშაობა ჟურნალისტად, დაარღვიეთ ჟურნალისტის ფიცი, დაკარგეთ ობიექტურობის შეგრძნება, ამოსძახეთ ის, რასაც ჩაგძახებენ და ყოველწლიურად მიიღეთ თითო ოქროს ფრთა. ოქროს ფრთა დაიმსახურეთ, გაიკეთეთ და იფრინეთ. დიდი მხატვრის ლადო გუდიაშვილის უცნობი ნახატი ამიერიდან მუზეუმში დაიდებს ბინას. ლადო გუდიაშვილის დღემდე უცნობი ნამუშევარი ტილოს სახელწოდებით დღესასწაული მდინარის პირას მხატვარმა 1946 წელს შექმნა, ზუსტად 4 წელიწადში კი ის ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრმა შეიძინა. ნახატი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ის დღემდე არც ერთ კატალოგსა და სამუზეუმო ცნობარში არ მოხვედრილა. საბავშვო თეატრი დღეს ტილოს ხელოვნების სასახლეს გადასცემს. ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება. მუზეუმისთვის გადაცემული ნამუშევარი სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ სხვადასხვა ექსპოზიციებსა და საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას. გავა ჟამი და ქართველი ხალხი აღმოაჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში დამტვერილ და დროისგან გაცრეცილ ტილოს, რომელიც იმ დროისთვის გენიალური მხატვრის მიქელანჯელო მერაბიშვილის შემოქმედებას მიეწერება. ტილოზე ასახული იქნება 2007 წლის 7 ნოემბრის სახალხო ზეი. აშკარად დაინახავთ მერაბიშვილის სეულ ფერთა გამას, კომპოზიციის გამართვის ტექნიკას, საღებავების უჩვეულო შემადგენლობას და მონასმებს. ტილოს პოსტნაციონალურ მოდერნისტულ ელფერს აძლევს ყოველივე ეს. ხოლო როდესაც ამ ნახატს მუზეუმებში გამოფენენ, იგი მთელ ქართველ ერს აღფრთოვანებას და აღტაცებას მოუკვრის. ხოლო იმ დროისთვის ცნობილი ხელოვანი, ისეთები როგორიც კონსტრუქციული ოპოზიცია, შეეცდებიან დაადგინონ თუ რისი თქმა უნდა ამ ტილოთი მიქელანჯელო მერაბიშვილს. ზოგი იტყვის ხელოვანმა ამ ტილოში თავისი თავი გამოსახავ, ზოგი იტყვის თავისი მუზა გამოსახავ, ზოგი რევოლუციას უწოდებს. ზოგი ფოთოლცვენას დაინახავს და ასე გავა რამდენიმე საუკუნე. და როგორც მონა ლიზა ვერ ამოიცნო კაცობრიობამ, ასევე ვერ ამოიცნობს 7 ნოემბერს მთელი ქართველთა მოდგმა. საქართველო აგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ტურისტული ზონები უკვე თბილისშიც გაშენდება. საქართველოში ყველაზე დიდი გასართობ დასასვენებელი ცენტრი თბილისის ზღვაზე აშენდება უკვე არსებობს ტერიტორიის განვითარების ჩარჩო გეგმა ბიზნეს პროექტებზე მუშაობა დაწყებულია. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იახტ და გოლფ კლუბები, პარკები, ბულვარი, სავაჭრო, საგანმანათლებლო და სხვადასხვა ტურისტული და გასართობი ცენტრები უნდა მოეწყოს. აჰა, როგორც იქნა ეშველა თბილისის ზღვასაც. ჩამოიყვანენ ახლა ვიღაც წვერებიან ევროპელს და ნახეთ როგორი წალკოტი გახდება ჩემი თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი. მაგრამ ვაიჩვენს თავს თბილისელებო. ახლა ნახეთ რა მოხდება, ჯერ ხომ სულ ბათუმით და ანაკლით ქონდა ტვინი გალაყებული, ახლა დაიწყება თბილისის ზღვა და ჰაი და ჰუი და ამბავი. გამოეს ჩემი მაღალი და იტყვის რომ თემქის და ნაძალადების პლაჟები ყველაზე ლამაზია მთელი თბილისის ზღვის პირეთში და ვერკეთილელებს თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ თქვენი ესე იგი ჰალსტუხების გემო დააგემოვნოთ. ისე ჩემი ინიციატივაც მინდა შევთავაზო არქიტექტორებს. თუ ტურისტული ზონა უნდა გააშენოთ, იქნებ ერთი სათხილამურო საბაგიროც გეშენებინათ მახათას ფერდობზე. რა იცი, რა ხდება? იქნებ თოვლი მოვიდეს და ბარემ სასრიალო ტრასაც იყოს რა. ხო. დროა ჩვენი შაუბნელი საბჭოთა ისტორია ისტორიის სანაგვეზე მოვისრულოთ. დიახ, ამ მიმართულებით უკვე იდგმება შთამბეჭდავი ნაბიჯები. უკვე მოვტყორცნეთ სანაგვეზე სტალინის ზეგლი და მის ადგილას ახალ მონუმენტს ვამონტაჟებთ, რომელიც ნათლად გამოხატავს მრავალჯერ ნაწამები ქართველი ერის დღევანდელობას. ამოებას არ ამოება მალე გორის ცენტრში სტალინის ძეგლის ადგილზე ახალი ქანდაკება დაიქმნება. კულტურის სამინისტრომ გამარჯვებული ქანდაკება გამოავლინა. რჩეული ძეგლი მხატვართა გუნდმა თამარ კვესიტაძის ხელმძღვანელობით შექმნა. რაც ეხება ქანდაკების კონცეფციას, ეს არის დაჩეხილი ადამიანების ფიგურების ჯგუფი, რომლებიც იბრძვიან თვითდამკვიდრებისთვის. ისინი მზად არიან გარდასახვისთვის და საბჭოური ქანდაკებების დროინდელი პათოსიდან გამოსვლას ცდილობენ. დიახ, მონუმენტი თითქმის უკვე მზად არის, მაგრამ მე ერთი რამ მაინტერესებს. ამ დაჩეხილი ადამიანების ქანდაკებებს თუ ეკნებათ სახეზე აღბეჭდილი, რომ საბჭოური მონუმენტური პათოსიდან გამოსვლის პარალელურად დაბომბილი ხურჩიდან, პერევიდან, ახალგორიდან და თამარაშენიდან გამოსვლასაც ცდილობენ და სულაც არ გამოვიდოდნენ იქიდან ჩვენს მთავრობას, რომ ესოდენ მძიმე ვითარება არ შეექმნა მათთვის. ეკნებათ აღბეჭდილი.
ისე მე თუ მკითხავთ ეს ქანდაკება რაღაც არასრულყოფილად მეჩვენი. რაღაც აკლია. მგონი ამ ქანდაკებას წინ უნდა იდგას ერთი მაღალი გორიდან გამოქცეული კაცის ქანდაკება. რომელსაც შორიდან თუ შევხედავთ, შევატყობთ, რომ ის იბრძვის თვით დამკვიდრებისთვის, მზად არის გარდასახვისთვის და საბჭოთა ქანდაკების პათოსიდან გამოდის, მაგრამ ახლოდან თუ დავაკვირდებით, შევატყობთ, რომ უბრალოდ რუსულ შვეულმფრენებს, ან უბრალოდ შვეულმფრენების ხმას გაურბის. ქართველი დამნაშავე არის ყველაზე ნიჭიერი დამნაშავე. ვისაც ჩემი არ ჯერათ, აგერ ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკის ისტორია მოისმინეთ. ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავე კაცი თურმე წლების განმავლობაში ფრიად ოსტატური მეთოდებით ისაკუთრებდა ხალხისთვის გამოყოფილ ფულს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბაღდადის რაიონში მდებარე დემიროკეთის სარწყავის სისტემის საპროექტო სამუშაოები დაუკვეთა საპროექტო ორგანიზაცია ტექნოლოგიურ ბიუროს. ფაქტობრივად აღნიშნული სამუშაოების უმეტესი ნაწილი შეასრულა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს თანამშრომელმა პაატა ტოღუშმა. კურიოზია, მაგრამ ფაქტია. საპროექტო სამუშაოები შეასრულა პაატა ტოღუშმა, მანვე შეადგინა ნახაზები, მანვე მიიღო სამუშაოები და მანვე განახორციელა ამ სამუშაოების შესრულებაზე მონიტორინგი. სანაცვლოდ მან ქთამის სახით აიღო 26,000 ლარი. მთავარი სპეციალისტი პროექტის შემდეგ უკვე თავად აკეთებდა და ამუშავებდა. ამასთან ამ ფირმაში ტუღუში იყო როგორც გაფორმებული რიგით თანამშრომლობდა, არსებობს ამონაწერი, საიდანაც იღებდა ხელფასს, მაგრამ რეალურად ეს ხელფასი იყო ის ქთამის სახით გადახდილი თანხა, საიდანაც თეთრდებოდა უკვე აი ამ პროექტების დაწერით ეს თანხები. აჰა, ყოფილა თუ არა ეს კაცი ეგზომ დაოსტატებული ამ კორუფციული ინტრიგების ხლარდვაში. მაგრამ მე უფრო ოსტატი კაციც ვიცი. უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი თანამდებობის პირია. თვითონ მოიძიებს ხოლმე გასაკეთებელ საქმეებს. მე ვითომ არა ბიზნესმენებს, ესე იგი, აკისრებს მათ შესრულებას. სინამდვილეში კი თვითონ აკეთებს, მაგრამ რა გინდა? ამ თავის გაწეულ სამუშაოებს ვითომ თავისუფალი მედიის საშუალებით ისე თვითონ ამოწმებს, საკუთარ თავს ტაშს უკრავს და ხოტბასაც ასხამს. კიდევ ერთი მეთოდი შემოიღო ამ ბოლო დროს ამ კაცმა. მოძებნის ხოლმე მისთვის მისაღებ ოპოზიციურ პარტიებს და საკუთარი თავის ოპონირებას მათ უკვეთავს. მაგრამ მე ყველაზე მეტად მისი ბოლო ორიგინალური მეთოდი მომეწონა. მივიდა ეს კაცი ბეთქრულ დევნილებთან. ერთი-ორი კურცხალი გადმოაგდო, აქაო და მეც ერთ-ერთი რიგითი დევნილი ვარო. გაფორმდა იქ დევნილად, მე საერთაშორისო ინსტიტუტებს დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად ფული გამოცინცლა, ამ ფულით ნამდვილი დევნილები ფოცხო ეწერში გადაასახლა, თვითონ კი როგორც რიგითი დევნილი 200 მილიონიან ბოინგში გადაასახლდა. აბა არ ყოფილა, ესე იგი, იმ დაჭერილ ჩინოვიკებზე უფრო ნიჭიერი? ახლა ეთას უთმობ ნიჭიერ და ენამოსწრებულ პოლიტიკოსებს. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. სიცილების რუბრიკაში მოკრძალებული მეხუთე ადგილი დაიკავა ბიზნესმენებისთვის იმედის ჩამსახველმა ფრაზამ. ომბუდსმენო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო. მაგრამ ბოლომდე მაინც იმ გამონათქვამსაც ნუ მიივიწყებთ. ქართველი ბიზნესმენის თავზე მარტო წისქვილის ქვა არ დატრიალებულაო. თანამ შეხვედრა დაიწყებოდა ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი პერტაიას, რომელიც ახლად შექმნილ სტრუქტურას უკვე ხელმძღვანელობს. მას ეყოლება ცალკე სამუშაო ჯგუფი, აბსოლუტურად ცალკე ოფისი და კარდაკარ ივლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მათი პრობლემების დეტალურად შესწავლისთვის. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა განცხადებამ, რომელიც ხატოვნად და მოხდენილად შეიძლება ასე გამოითქმოდეს. უოპოზიციო პარლამენტს ბრტყელი აზრების გამომხატველი პოზიცია დაეპატრონაო. ჩვენ დავუშვით პრეცედენტები იმისა, რომ რეგლამენტის გადახოვის გზით ასევე შესაძლებლობა მიეცათ ყველა პარლამენტის წევრებს, მიუხედავად ამისა, იყვნენ თუ არა უმცირესობის წევრები, იყვნენ თუ არა ისინი, რომელიმე ფრაქციის წევრები, ქონოდათ თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება. მესამე ადგილი. მესამე და საპატიო ადგილი თავის დაუნებურად დაიკავა საინფორმაციო სააგენტო რეგნუმმა, რომელსაც ალბათ საერთოდ არ გაუგია, რომ ლამაზი ვაშლი შიგნიდან ჭიანია. ქართულ ბაზარზე სომხური ინვესტიციები იზრდება 2010 წელს. ასმა სომხურმა კომპანიამ საქართველოში ბიზნესი დაიწყო. სააგენტო რეგნუმის ინფორმაციით 4000-მდე სომეხმა ბიზნესმენმა სომხეთიდან საქართველოში გადმოინაცვლა. მიზეზად სააგენტო საქართველოში არსებულ უკეთეს ბიზნეს გარემოს ასახელებს. მეორე ადგილი.
მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა პრობაციის ევროპული სააგენტოს გენერალური მდივანი, რომელსაც ჩვენი სათუთი მინისტრის დანახვაზე მუხლი მოეკვეთა, სული შეეხოთა, გული წაუვიდა, შავი ზღვა თეთრად მოეჩვენა, თვალი დაეფსო და მშვენიერებისგან ხიბლში ჩავარდნილმა რაღაცეები იბოდიალა. მე ადგილზე გავეცანი პრობაციის ბიუროს თანამშრომლების მუშაობას. ვფიქრობ, საქართველოს მიერ ამ სფეროში გატარებული რეფორმები შთამბეჭდავია. პირველი ადგილი. პირველი ადგილი კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველგვარი კონკურსში მონაწილეობის გარეშე დაიკავა ქრონიკის მიამიტმა წამყვანმა, რომელსაც გონია, რომ ყოველდღიური მისი მოწოდებული ინფორმაცია სრული სიმართლეა და ქართველები მართლა უბედნიერესი ერი ვართ. მაინტერესებს თამთა ამბობ თუ არა ტყუილებს. ვცდილობ რომ არ ვთქვა, იმიტომ რომ არ მიყვარს ტყუილის ხმა, თუმცა უწყინარი ტყუილი ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.